რაც შეეხება ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორს, ამბასადორი ჯგუფს და მათ საეტაპო პროექტს ბათუმის ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულის მშენებლობას, ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებული არის, ტერიტორიის 26 ჰექტარი კი ექსპლუატაციაში მიღებულია, ხოლო საპროექტო არეალის 58 ჰექტარი ზღვაში ფორმირებული არის. ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი მისი განხორციელების შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადებს გადაიხდის. ღია საჯარო მონაცემებს დაყრდნობით კი ეს ზუსტად ის ეკონომიკური მაჩვენებელი არის, რომლის აკუმულირებასაც ბაქო-თბილისი ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს. როგორც აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი გამარტავს, ამ დროისთვის კომპანია შავ ზღვაში გაშენებული აქვს 48 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც იანვარში უკვე იქნება ექსპლუატაციაში მიღებული. გოჩა კამკიამ ჩვენთან ინტერვიუშიც აღნიშნა რამდენიმე კვირის წინ, მომავალ წელს ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობას დაიწყება. სხვათა შორის ამ მშენებლობას ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია IG Development-ი დაიწყებს, რომელიც იმავდროულად პროექტ Citizen-ის მეპატრონის არის. დიახ, ამაზე არის საუბარი. რომელიც ასევე შევიდა ბათუმი აილენდის ამბასადორ ბათუმი აილენდის პროექტში. მე მინდა მხოლოდ საუკეთესო წინასაახალწლო სრულიულები შევთვალო ბატონ ბუბაქებურიას, მის გუნდს, გოჩა კამკიას ხელმძღვანელობით და მინდა უსურვო ჯანმრთელობა, საუკეთესო წინასაახალწლო სრულიულები და მადლობა მინდა უთხრა მადლობა, რომ შედგა და მიმდინარეობს ისეთი პროექტის მშენებლობა საქართველოში, რომლის ოცნებაც და წარმოდგენაც კი რთული იყო. შევხვდებით სულ რამდენიმე კვირაში ბათუმში და თქვენ ბევრ სხვა პროექტებთან დაკავშირებით. წარმატებები.